ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ. არა, ამას ირანის ლიდერებს ვეთყვი. არაფრით იფიქროთ, რომ რაიმე სიმშვიდე იქნება, თუ ჩვენზე თავდასხმას გაბედავთ. ნუ ელით, რომ განმეორება იქნება, რადგან ნამდვილად განმეორება არ იქნება. რაც მოხდა, საკმარისად შთამბეჭდავი და ძლიერი იყო. ეს იქნება განსხვავებული პასუხი, ბევრად უფრო ძლიერი. დასრულდა ის დღეები, როცა ვიღაცა გვიტევდა და ჩვენ სრული ძალით არ პასუხობდით. ეს გავაკეთეთ ირანში ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ ყველას მიმართ, ვინც ზიას მოგვაყენებს. ასე უმოქმედეთ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო მეგობრებო. სარა და მე ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ყველა თქვენგანს აქ ვხედავთ. სულისკვეთებით. ამ სლოგანის სულისკვეთებით ერთად ნეგევი გაიმარჯვებს. ერთად ნეგევი გაიმარჯვებს. არა, ნეგევი გაიმარჯვებს. ერთად ნეგევი გაიმარჯვებს. არ გაიმარჯვებს. მინდა მივესალმო ჩვენს კოლეგა მინისტრებს, განათლების მინისტრი იოავ კიშს და გარემოს დაცვის მინისტრ ედით სილმანს. ქნესეთის წევრებს, მერთებს და საბჭოების ხელმძღვანელებს, გენერალურ დირექტორებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასპინძელს, რომელსაც ღრმად ვცემთ პატივს და რომელიც არასოდეს კარგავს იმედს. მზად ვარ გამოვხატო მისი აზრი. ბენი, ძალიან მიყვარხარ, უზომო გცემ პატივს, ნამდვილად ვაფასებ და მიყვარს ყველაფერი, რაც აქ დიმონაში გააკეთე. იცი, დიმონა ისეთი ქალაქი იყო, რომელიც თითქოს ღმერთს სრულიად დავიწყებოდა. აქ ასობით ბინა იყო, სავსე ტარაკნებით, რომლებსაც ჯუკიმს ეძახიან, სრულიად დაუკავებელი და საჭირო გახდა მათი დახურვა და განადგურება, რადგან უკვე სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემად იქცნენ. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. ეს სწორედ აქ მოხდა. და შემდეგ მოვიდნენ ჩვენი მთავრობები. ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. გამოდით გარეთ, შეხედეთ ამ ცათამბჯენებს, შეხედეთ ინსტიტუტებს, შეხედეთ გზებს, შეხედეთ ესტაკადებს, შეხედეთ მატარებელს და შეხედეთ მოთხოვნას. არ არსებობს ადგილი, რომელიც ახლა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დავამატეთ ათასობით საცხოვრებელი ერთეული, კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. და ისრაელელები არჩევანს აკეთებენ და ფეხებით აძლევენ ხმას. აქ რევოლუცია მოვახდინეთ. ამაზე ვამაყობ. რადგან ეს გამოხატავს იმას, რაშიც ღრმად მჯერა და ვიცი, თქვენც იმავეს გჯერათ. მინდა რომ ისრაელის სახელმწიფოში პერიფერიის კონცეფცია გავაკრო. არსებობს გალილეა, არსებობს ნეგევი, არსებობს სეგევი. ცენტრი და შეგიძლია ერთი ადგილიდან მეორეში, წუთებში და ერთ საათზე ნაკლებ დროში გადახვიდე. ეს არის ოცნება და ის ხორციელდება ჩვენ ვითარდების და ვაქცევთ მას რეალობად. მაგრამ მინდა გითხრა ბენი, რომ ამ ყველაფერში შენი წვლილიც დიდია. დიმონა ყურადღების ცენტრშია ისეთი ძალით, როგორიც დიდი ხანია არ გვინახავს. არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველთვის. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ გავიმეორებ, ბევრი ამბობს, მიხარია აქ ყოფნა, მაგრამ არასდროს ჩნდებიან. მიხარია აქ ყოფნა და ყოველთვის ვცდილობ ნეგევში ჩამოსვლას, როცა კი შესაძლებლობა მაქვს, ჩემს მეუღლესთან, სარასთან ერთად. მხოლოდ ბოლო 2 კვირაში პირადად მივესალმე სახმელეთო ძალების ოფიცერთა კურსის ოფიცრებს. ბახარი ერთში მიცπე რამონში მიულოცე ჰაცერინის პილოტირების კურსის კურსდამთავრებულებს. და 1 წლის წინ, კალბისთან ერთად, ერთ ღამეს მე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მოვახდინე იერუხამში. ნახეთ იქ ახალი ბინები. თქვენ უნდა ნახოთ ეს. ეს დაუჯერებელია, უბრალოდ საოცარია. და ეს თავისით არ ხდება არამედ ჩვენი ინიციატივით და ადგილობრივი ლიდერების წყალობით. და საქმეები მიდის ისე როგორც სარბოლო მანქანა. წელს დასაწყისში მე ფართომასშტაბიანი ვიზიტით ვეწვიე დასავლეთ ნეგევს, როგორც რეგიონის გაძლიერებისა და განვითარების მცდელობის ნაწილი და ამავე დროს, რათა ვებრძოლო ნაციონალისტურ დანაშაულს სამხრეთში. ეს ძალიან დიდი ამოცანაა და მე ვცდილობ პირდაპირ გეუბნებით, ჩავთო შინბეთი მოქმედებაში. ჩვენ ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს. საიდან ვაწყდებით? საიდან მოდის ეს პრობლემები? სად არის პრობლემები, რა? ისევ
ისევ სასამართლო სისტემა არ გამოდგება. სასამართლო სისტემა შეუძლებელია. ამასაც დავძლებთ. და დავამატებ იმასაც, რომ ჩემ მეუღლესთან სარასთან ერთად ვეწვი ალკიბუც ნიროს გასულ ზაფხულს. ჩვენ კიდე უკეთ აღვადგენთ ოტე-ფიაზას რეგიონს, რომელიც 7 ოქტომბრის მასაკრმა დააზარალა. და სწორედ ამას ვაკეთებთ პრაქტიკაში. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ამას ვაკეთებთ აღდგენის ადმინისტრაციასთან ერთად, მოსე ედრის ხელმძღვანელობით, რომელსაც დღეს ვეწვიეთ. იქ ისინი ტექსტილს აწარმოებენ თავიანთ ქარხანაში. ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა თეკუმას რეგიონში, აღდგენის დირექტორატში, მილიარდობით შეკელის ინვესტიციით და შედეგები თავისთავად მეტყველებს. თეკუმას რეგიონი ღაზას გარშემო უპრეცედენტო დემოგრაფიულ ზრდას განიცდის. ამჟამად ეს რეგიონი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა ადგილი. უფრო სწრაფად, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა ადგილი. მაშ ყველა სკეპტიკოსთვის, ვინც იკითხა, რა მოხდება, ვერ შევძლებთ აღდგენას, თქვენ მიატოვეთ, უკან დატოვეთ, სრულიად საპირისპირო ხდება. დღეს რეგიონში უფრო მეტი მცხოვრებია, ვიდრე თავდასხმამდე. ძველი მცხოვრებლები ბრუნდებიან, ახალი ადამიანები ჩამოდიან და თემები იზრდება კიბუცებში, მოშავებში და ნეგევის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქებში, სდეროტი, ნეტივოტი და ოფაკიმი. ჩვენი პრინციპი ორმაგია. უსაფრთხოება და კეთილდღეობა. უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დგას. გასული 10 წლეულის დასაწყისში მე დავავალე 200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ღობის აშენება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე. დღეს ჩვენ ღიად საუბრობ ჩვენ სისტემაში, მათ არ სურდათ მისი აშენება. მითხრეს პრემიერ-მინისტრო, მოდით ავაშენოთ ვირტუალური ღობე. იცით რა არის ვირტუალური ღობე? კითხე, რა არის ვირტუალური ღობე? მითხრეს, მაგრამ არ შეიძლება. ეს მთელი 200 კილომეტრი ღაზადან ეილათამდე. უთხარი კი? მგონი სარა და მე ჩინეთიდან ახლახან დავბრუნდით. იქ ავედით ჩინეთის დიდ კედელზე, რომელიც ოდნავ უფრო გრძელი იყო ვიდრე 200 კილომეტრი, ხომ ასეა? მან შეძლო, არც ისე ცუდად, რომ მონღოლები მეორე მხარეს დაეტოვებინა 100 წლის განმავლობაში. უთხარი, ზუსტად ამას გავაკეთებთ ჩვენ. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. და ამან ხელი შეუშალა კონტრაბანდისტების და რა თქმა უნდა, აფრიკიდან 100,000 შემოპარული ადამიანის შემოსვლას. ეს პრაქტიკულად ნულამდე დავიდა და ასევე აღკვეთა ტერორიზმის გავრცელება სინაის ნახევარკუნძულიდან. ამ ხობის წყალობით ჩვენ დავიცავით ისრაელი როგორც ებრაული და დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აქ იქნებოდა კიდევ მილიონი არალეგალური შემოპარული ადამიანი, რაც მთლიანად შეცვლიდა ქვეყანას. ეხლა მე არ უარყოფ ნეგევში არსებულ გამოწვევებს, ისინი ცნობილია, ჩვენ ვუნკლავდებით მათ. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, მკაცრად ვიმოქმედოთ ყველა იმპერიის წინააღმდეგ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება და გავაძლიერეთ ჩვენი საზღვრების გარშემო ყოფნა. და ეს ნიშნავს ერთ რამეს. რა მდგომარეობაშია დღეს ღაზის მიმდებარე ტერიტორია? არავინ იცის. ღაზის გარშემო ტერიტორია განადგურებულია. ღაზის ტერიტორია. სად არის ახლა ლიბანის გარშემო ტერიტორია? ლიბანის გარშემო ტერიტორია ლიბანის შიგნითაა. სად არის დღეს გოლანის გარშემო ტერიტორია? გოლანის გარშემო ტერიტორია სირიის შიგნითაა. ეს არის ახალი მიდგომა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი პერსპექტივა. და უნდა ვთქვა, რომ მკითხეს, რა მოხდა? რა განსხვავება იმასთან, რაც იყო 7 ოქტომბრამდე და მის შემდეგ? ვთქვი, ჩვენ ამას შევცვლით, რადგან მე სადავეებს ხელში ვიღებ და ამას ვცვლი. ჩვენ არ გვაქვს არმია ან სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ არმია შესანიშნავია, ის მართლობაში კარგი არ არის, პოლიტიკაში კარგი არ არის. ეს სახელმწიფო მოღვაწეების პასუხისგებლობაა და ჩვენ ამ პასუხისგებლობას ვიღებთ. და ჩვენ ქვეყანას სხვა გზით ვმართავთ, ინიციატივის, ქმედების და შეტევის გზით და არა შეკავების. კარგი, ეს რადიკალური გარდაქმნაა. და იმ სრულილებამ, რომელიც განვახორციელეთ, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის სახე შეცვალა, არამედ ჩვენც შეგვცვალა. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, თავი დავიცვათ და მზად ვართ მოვიშოროთ ყველა შიშის ბარიერი, რაც არსებობდა. იცით რა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა? ჩვენ მოვიშორეთ შიშის ბარიერი და ირანი
ამ მომენტში ვერ გეტყვით რა მოხდება ირანთან დაკავშირებით, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. არა ამას ირანის ლიდერებს ვეთქვი. ნუ ელით სიმშვიდეს, თუ ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეთ. ნუ ელით რომ განმეორება იქნება, რადგან განმეორება არ იქნება. საკმარისად ძლიერი იყო. ეს იქნება განსხვავებული პასუხი, ბევრად უფრო ძლიერი. დასრულდა ის დღეები, როცა ვიღაცა გვიტევდა და ჩვენ ძლიერად, ნამდვილი დარტყმით არ პასუხობდით. ჩვენ ასე მოვიქეცით ირანში ბოროტების ღერძის მიმართ და ასე გავაგრძელებთ ყველას მიმართ, ვინც ზიანს მოგვაკენებს. ასე ვმოქმედებთ. პირველი საკრდენი ნეგევში და ქვეყანაში უსაფრთხოებაა. მეორეა კეთილდღეობა, რაც გულისხმობს ფართო სახელმწიფო ინვესტიციების გაერთიანებას ინფრასტრუქტურაში და კერძო ინვესტიციებთან. მეწარმეები, ინვესტორები, ბიზნესის მფლობელები, ჩვენ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას. ამ ინფრასტრუქტურას თქვენ ხედავთ მატარებლის ლიანდაგებზე, რა თქმა უნდა, სამხრეთში, გზებზე, გზაჯვარედინებზე, ხიდებზე, გვირაბებში, ბებში. და ეს ინფრასტრუქტურები ანცირებს გზავრობის დროს ქვეყნის ცენტრიდან ნეგევში და ნეგევიდან ცენტრში. ეს არის მომავლის საიდუმლო და სწორედ ეს ხდება აქ. ეს ხდება აქ და ეს ხდება გაზას გარშემო რეგიონშიც, ასე ვთქვათ. და ეს ასევე მოხდება ცეილიმშიც, რადგან ცეილიმში ჩვენ რაღაცა ახალს ვაკეთებთ. ჩვენ ვაშენებთ ისრაელის ახალ აეროპორტს და ეს ძალიან სწრაფად გაკეთდება. თქვენ ნახავთ იმ ბიძგს, რასაც ეს მისცემს, იმ წინსვლას, რასაც ეს მოუტანს დასავლეთ ნეგევს, თელ ნეგევს. კარგი ბენტო, ჩვენ მხოლოდ ამით არ დაუკმაყოფილდებით, რადგან მე ასევე მინდა ავაშენო სარკინიგზო ხაზი ქირიათ შმონადან ეილათამდე. ეს მოხდება. ეს ყველასთვის ვამბობ, ვისაც ერჩვი აქვს ჩვენს ერთგულებაში ნეგევის მიმართ. ეს ერთგულება დიდიულება, დიდია, ნამდვილია, არსებობს და წლიდან წლამდე ძლიერდება. ჩვენ დიდ სიახლეს თავაზობთ ეილათს და მის რეგიონს. ჩვენ გავხსნით რამონის აეროპორტს, გავაუმჯობესეთ ტრანსპორტირების მარშრუტებს ამ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ერთგულებას. ნახე, საკითხი ესეთია, რამდენ დროს წაიღებს ეს ბენი? თუ ამას 4 წელი დასჭირდება, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. მე ვალდებული ვარ მოვიყვანო მატარებელი ეილათიდან ქირიათ შმონამდე, ქირიათ შმონადან ეილათამდე. ეს ნამდვილად აერთებს ისრაელის სახელმწიფოს. კარგი, მინდა ყველასგან ძალიან განსაკუთრებული რამ ვთხოვოთ. გთხოვთ აცნობოთ, გამოვაცხადოთ და მოუყვეთ ყველას, თქვენს მეგობრებს, თქვენს მცხოვრებლებს და ასევე თქვენს ნაცნობებს, ზუსტად რას ვაკეთებ დღეს აქ. რადგან თუ ისინი არსებულ საინფორმაციო არხებს კითხავენ, გარდა ვთქვათ ზოგიერთი არხისა, ისინი იტყვიან, ჩვენ ვტოვებთ ნეგევს, თქვენ ეს იცით, ხომ ასეა? ვინმე აქ ეს არასდროს გაუგია. ყველა ამას ისმეს. მაგრამ ადამიანებს თუ მხოლოდ ერთ რამეს ეთქვით, მიმოიხედეთ გარშემო, შეხედეთ თქვენ საზოგადოებას, ნახეთ რა იყო აქ ადრე, რა არის ახლა და კითხეთ, რომელი მთავრობები დერდნენ ამ ხელა ძალისხმევას. და ამას უზარმაზარი სიყვარულით ვაკეთებ. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.